წამით წარმოიდგინეთ, რომ დაბადებისას ადამიანი მოგაბარეს, თქვენ და გითხრეს. აი ეს ერთი დავალება გაქვს და შენ უნდა იზრუნო ამ ადამიანზე. ბევრმა ჩვენგანმა ვერც ჯერაც ვერ გააცნობიერა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არის სწორედ ჩვენი საქმე. დიახ, აღზრდის პროცესს ვამთავრებთ იქ, სადაც სხვა ასრულებს ჩვენს აღზრდას. გულისხმობ ოჯახს, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კი გადავდივართ იმ სამყაროში, სადაც ვეძებთ ადამიანს, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის გამოჩნდება, რატომღაც. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ჩვენი საკუთარი თავის ადამიანები ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არის იმისთვის, რომ ჩემზე იზრუნოს, ვარ თავად მე. ის ჩემი მეურვეობის ქვეშაა და როდესაც დილით იღვიძებ და სვამ კითხვას, რა უნდა ვქნა, რომ ჩემს ადამიანს მოუვარო, პასუხი ხშირად არის ძალიან სამწუხაროდ სრულად განსხვავდება იმისგან, რასაც რეალობაში ვაკეთებთ, საკუთარ თავებს ვითრგუნავთ, ვაკომპლექსებთ, განვითარების საშუალებას ან ვერ ვაძლევთ. მოკლედ, საკუთარი თავის სიყვარული არ არის მხოლოდ შეგრძნება, ამგვარად ფიქრი არის ძალიან დიდი შეცდომა, არამედ ეს არის მიდგომა, ეს არის კოლოსალური სამუშაო, არც არის საჭირო დღეს ამ მომენტში მოგწონდეს საკუთარი თავი იმისთვის, რომ გიყვარდეს. საკუთარი თავის მოწონება შესაძლოა მოგვიანებით, სხვა გზებით მოვიდეს, საკუთარი თავის სიამაყით და სხვა ყველაფრით, რასაც აკეთებთ. თქვენი საქმე საკუთარი თავის სიყვარულია და დრო ამ საქმეს სერიოზულად მიუდგეთ, იმიტომ რომ საკუთარი თავის ადამიანები ვართ თავად ჩვენ. თუ ჩვენ არ ვაფასებთ საკუთარ თავს, არ უნდა მოველოდოთ, რომ ამას სხვები გააკეთებენ, ხო? ისიც უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, რომ საკუთარი თავის სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ეგოიზმს, ეს არის პატივისცემა, ზრუნვა და თვითშეგნება. დავფიქრდეთ, როდესაც გვიყვარს ვინმე, ჩვენ ვზრუნავთ მასზე, ვუსმენთ, მხარს ვუჭერთ, პატიობთ შეცდომებს და ვეხმარებით განვითარებაში. აი ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ საკუთარი თავის მიმართ. როდესაც გვიყვარს საკუთარი თავი, არ გვჭირდება მტკიცება სხვებისგან, რადგან უკვე ვიცით საკუთარი თავის ფასი და მნიშვნელობა, უფრო გაბედულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, არ უშინდებით გამოწვევებს თუ შეცდომებს, არ უშვებთ ნეგატიურ ურთიერთობებში ყოფნას, რადგან ვიცით, რომ ამას არ ვიმსახურებთ, შესაბამისად ვიზიდავთ პოზიტიურ ადამიანებს და შესაძლებლობებს თავისთავად ცხადია. თეორიულად ხომ ეს ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ რთული ამოცანაა დამეთანხმებით და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი კითხვით გადავდივარ ჩვენ სტუმართან, რომელიც შემოგვიერთდა, თუ როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, ვახტანგ კეჟერაძე, ეროვნული გეშტალტ ცენტრის ფსიქოლოგი, გაგცემს ამ მთავარ შეკითხვაზე პასუხს. შუადღე მშვიდობისა. შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით მაყურებელს. კი ბატონო, მთავარი კითხვა, რაც უკვე გავაჟღერე. როგორ ვსწავლობთ ჩვენი თავის სიყვარულს? დიდი მადლობა, ეს არის $1,000,000-იანი კითხვა, როგორც ვისაუბრობენ ხოლმე. იმდენად ყოვლის მომცველი შესავალი გქონდათ, რომ ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მთავარი მესიჯები და მთავარი სათქმელი ალბათ მაყურებლისთვის რაც არის, თქვენ გამოიტანეთ ახლა ზედაპირზე და ეს არის ფართოდ გავრცელებული მითი, რომ საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი თავის ზრუნვა ეს არის ეგოიზმი, არ იქნება კულტურა და ჩვენი ესე ვთქვათ, რეალობა გვაწვდის ამას როგორც რაღაცას, რისიც უნდა გვეშინოდეს, რისიც უნდა გვცხვენოდეს და რაღაც თითქოს ნარცისიზმია და სინამდვილეში ეს არის ნამდვილად მითი. საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარ თავზე ზრუნვა, დეამ საკმაოდ სრულად ისაუბრა, რომ ეს იმპრინტი, ესე ვთქვათ, ეს ანაბეჭდი ჩვენს ფსიქიკაში ჯერ კიდევ მისლად ყოფნის დროს ტალიბდება. როგორია დედის ორსულობა, როგორ უვლის ის საკუთარ თავს, როგორ გზნობს ის საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს, როგორ გზნობს ნაყოფს. ეს ფსიქიკური, ესე ვთქვათ, ნეირობიოლოგიური პროფილი ჩვენ როდესაც ვიბადებით, რასაკვირველია მოდის და ურთიერთობებით შემდგომში ოჯახში ადამიანები, რომლებიც აღიზარდნენ მზრუნველ ოჯახებში, სადაც უპირობო სიყვარულს ღებულობდნენ და ესეთი არ არის ბევრი, ჩვენ უნდა ვთქვათ სამწუხაროდ, მათ არ სჭირდებათ ამის დასწავლა. მათ ეს გამოცდილებით იციან, შესაბამისად ცხოვრებას წარმართავენ იმგვარად, რომ აღმოაჩენ, რომ ამ ადამიანებს აქვთ განცდა საკუთარი თვითშეფასება, საკმაოდ მყარი საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული, მაგრამ რა შვებით იქ, სადაც ეს არ არის მოცემულობა, სადაც ოჯახში ვერ მივიღეთ უპირობო სიყვარული, ვერ მივიღეთ ზრუნვა. რასაკვირველია, აქ ხდება ამის დასწავლა და თქვენ რითიც დაიწყეთ, რომ ყოველი დღე, ყოველი დილა არის შესაძლებლობა, რომ გამოვიმუშაოთ რაღაც გარკვეული უნარჩვევები, რომლებიც ამას
ესე ვთქვათ, ამ იმპრინტს ნეირობიოლოგიურ, ბიოქიმიურ მოცემულობას, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა მუსლად ყოფნიდან ადრეულ ბავშვობამდე შეცვლის და ჩვენ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები. ესე იგი, პირველი ნაბიჯი თქვენი აზრით რა არის, რომ როგორ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი თავის სიყვარული, მას აქვს ძალიან კაფეო განცდა საზღვრების, გარე სამყაროსთან ურთიერთობა, მეგობრებთან ურთიერთობა, კოლეგებთან ურთიერთობა. ნებისმიერი ურთიერთობები ყოველთვის განიცდის მეს და არამეს. ანუ გინახავთ ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან სხვებს, როდესაც თვითონ დახმარება სჭირდებათ, რომლებიც ასესხებენ სხვას ფულს, რომელიც მათ არ აქვთ. სინამდვილეში ეს ხდება, ესე ვთქვათ, კეთილშობილების სახელით, მაგრამ ამის უკან დგას სინამდვილეში რეალობაში ის, რომ ადამიანს აქვს ძალიან სუსტი საზღვრები, საკუთარი თავის სიყვარული არ აქვს, ამიტომ არ მიაჩნია საერთოდ მიზანშეწონილად, რომ საკუთარ თავზე იზრუნოს და მთელი მისი ძალისხმევა მიმართულია გარე პრობლემების, სხვების დახმარებაზე, სხვების პრობლემების მოგვარებაზე. ამიტომ პირველი. მაგრამ თუ ამით ადამიანი საზრდოობს, თუ ამით ის ბედნიერია, თუ ეს რაღაც ერთგვარი სტიმულია მისთვის, ძალიან რთულია ასეთ ადამიანს უთხრა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე, შენი მესხატზე და პრიორიტეტებზე იფიქრე. აი იგივე ხო, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების, მშობლების, შვილების მიმართ იმდენად დიდია ხოლმე სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაღაცა რიგი პასუხისმგებლობები სჯარი, რომ ხშირად კი ჩვენი მე ინაცვლებს ხოლმე მესამე, მეოთხე, ყველაზე კარგ შემთხვევაში მეორე ადგილას, მაგრამ ამ პროცესებში რაღაცნაირად თითქოს ბუნებრივად საკუთარი ნებით და კეთილის სურვილით ვართ ხოლმე ჩართულები და ეს ურთიერთობები ამიტომაც არის გულწრფელი, ხო? ყველაფერი ხდება თავისთავად. კი, საინტერესოა, აი აქაც გარკვეული ბალანსი უნდა მოვძებნოთ და ეს არ არის სწორი მიდგომა და დამოკიდებულება. ძალიან კარგი შეკითხვაა და რთული პასუხი არ არის პოპულარული ამაზე, ნამდვილად გეტყვით, რომ დიახ, საზღვრები აუცილებელია მშობლებსა და შვილებს შორისაც. საზღვრები აუცილებელია მეუღლეებს შორის, კოლეგებს შორის, რადგანაც შინაგანი მინდას ძალა იმდენად ძლიერია, ის თუ მუდმივად ფრუსტრირებულია, თუ ჩემი მინდა არასდროს რეალობაში არ კმაყოფილდება, იმიტომ რომ მე დაუშვათ ჩვენ გაგვიგია მშობლებისგან ხო რომ მე ჩემი კარიერა შევწირე იმას რომ შენ გამეზარდე, მე ეს ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ შვილი შემეძინა. სინამდვილეში როგორ გონიათ ეს როგორ გადაეცემა შვილებს, გადაეცემა როგორც რაღაცა დანაშაულის განცდა იმის გამო რომ სხვას მოუწია ამის დათმობა და მთელი ცხოვრება. როდესაც საყვედურის რეჟიმში გადავდივართ, ეს თავისთავად ალბათ სადღაც გულწრფელობას კარგავს, ხო? და ის უანგარობა, რაც ამ ურთიერთობების მთავარი ხიბლია, ეს აღარ არის. ახლა როდესაც უკვე მე შენ ასე ვთქვათ, ცუდი სიტყვა, მაგრამ გამადლი რაღაცებს, შემდეგ უკვე თავისთავად ეს აღარ არის. როდესაც საუბრობთ, საზღვრები არის სწორედ ეს, რომ საზღვრები არის რაღაცა საზღვარი, სადაც მე ვარ მე და ჩემი მინდა, ჩემი სურვილები, ჩემი მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ძიმე ფსიქიკური მდგომარეობები, როგორიც არის დეპრესია, როგორიც არის შფოთვითი აშლილობები, ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მუდმივად უგულებელყოფს საკუთარ სურვილებს და ცდილობს ესე ვთქვათ, მთელი რესურსი დაუთმოს სხვებს. ამიტომ საზღვარს როცა ვამბობთ, რომ დავიცვათ საზღვრები, გულისხმობს დავიტოვოთ სივრცე, სადაც მე დღის ბოლოს დავფიქრდები, რომ ჩემი მინდასთვის რა გავაკეთე და ეს შეიძლება ნამდვილად, როდესაც უპირობო სიყვარულია და უპირობოდ ხდება დახმარება, ასეთი არის მშობელთან ურთიერთობა, ასეთი არის სხვა ურთიერთობებიც, იქ ეს განცდა არ არის. ანუ ადამიანი გრძნობს, რომ იცი რა, გავაკეთე და დამიბრუნდა ეს ენერგია და დამიბრუნდა ამის სანაცვლოდ მივიღე მეც, ესე ვთქვათ, ვისაზრდოებ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მე ვალდებულებების გამო ვაკეთებ ბევრ რაღაცას, ანუ მივდივარ სამსახურში, ვაკეთებ რაღაცას, რომელიც მუდმივად თითქოს ვალდებულება, სტრესა და არ მსიამოვნებს. ვახტანგ, თქვენ როგორც დარგის სპეციალისტი, რა ყოფითი მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ აი ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც თვალს გვადევნებს ახლა, რომ მივხვდეთ, აი რას უნდა აკეთებდეს, ან რას არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, რომ თავისი ცხოვრების პარალელურად საკუთარი თავის უპატივცემულობას და უსიყვარულობას გამოავლენდეს.
მადლობა. აი პირველი ვთქვით რომ საზღვრები დავიცვათ. გარკვეული საზღვრები და შევქმნათ დღის განმავლობაში რუტინა 5 ან 10 წუთი საკუთარ თავთან კონტაქტისთვის, სხეულთან დაბრუნებისთვის, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან სტრესულია, სამსახური, ამდენი კომუნიკაცია, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით, ჩვენ გვიწევს სხეულისგან ესე ვთქვათ დისტანცირება. ხო, მაგალითად რა შედის ამ რუტინაში? რა შედის ამ რუტინაში? აი შეიძლება ავარჩიოთ ჩვენი სურვილების მიხედვით. ვიღაცისთვის ეს არის ვარჯიში, ვიღაცისთვის ეს არის მედიტაცია, ვიღაცისთვის ეს არის ფიზიკური აქტივობა, ვიღაცისთვის ეს არის თამბაქოზე უარის თქმა. თამბაქოზე უარის თქმა, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან დროის გატარება, ანუ საკუთარი თავისთვის დროის დათმობა. რა მინდა მე, რა სურვილები მაქვს და როგორია ჩემი პრიორიტეტები? მოусმინე საკუთარ სხეულს და გონებას. მოусმინოთ ჩვენს გულს და მინდა სინამდვილეში არის გულის სივრცეში დააკვირდით ყოველთვის რა გინდა ამას გულით ვხსნობთ ჩვენ და მოусმინო გულს და თუ მე თხოვს ჩემი სხეული რომ მე ხა ვარჯიში მინდა ან დასვენება მინდა ან არაფრის კეთება არ მინდა ვიყოს სხეულთან კონტაქტში და გეშტალტ თერაპიული მიდგომა ზოგადად ამაზე არის აგებული რომ ჩვენ ვცდილობთ სხეულში დავბრუნდეთ და სხეულმა მოგცეს პასუხი რა მინდა კონკრეტულ მომენტში. ბახტენ როგორც წესი ყველაზე რთული სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმა არის ხოლმე. ჩვენ თეორიულად ძალიან კარგად ვიცით რა არის ჩვენი საკუთარი თავისთვის ძალიან კარგი. როგორი იქნებოდა ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. მაგრამ აი ამ ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილებამდე როგორ მივიდეთ? მე გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს თვითზრუნვის რუტინა არ გვაქვს, აუცილებელია ნახეთ როგორ მუშაობს ფსიქიკა დასწავლა. როდესაც რაღაცა არ არის ჩემს ესე ვთქვათ ბუნებაში, ანუ მუდმივად მავიწყდება ჩემი თავი, მავიწყდება დასვენებაზე ზრუნვა და მავიწყდება ჩემთვის რაღაცის გაკეთება. მე ვეუბნები ხოლმე ჩემს პაციენტებს და კლიენტებს, რომ კალენდარი ხო გვაქვს ყველას. კალენდარში გარკვეული სიხშირით რეგულარულად ჩაისვი ის აქტივობები, ან მინიმუმ 10 წუთი მედიტაციისთვის, სხეულთან დაბრუნებისთვის და მინდასთან შეხებისთვის, რომ გავარკვიო რა მინდა და მაგალითად ვარჯიში თუ ავარჩიე რომ ეს არის ვარჯიში, იმიტომ რომ ჩემი ენერგია ისეთია, რომ ზოგიერთს სჭირდება ფიზიკური აქტივობა, ზოგიერთს მეტად მოსწონს დაუშვათ უფრო მედიტაციური პრაქტიკა, იოგა. უამრავია ხო ესეთი საშუალებები რეგულარულად უნდა გაკეთდეს. როდესაც განმეორებითობა ჩნდება, იცით რომ დაისწავლება და ეს არის ბიჰევიორიზმის და ბიჰევიორიზმი ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ, კოგნიტიურ-ბიჰევიორისტული მოდელით ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა, რომ ქცევები დაისწავლება. ანუ გარკვეულწილად ჩვენს თავს უნდა დაიძულოთ, უნდა დავისწავლოთ თვითზრუნვა. და მე ამას ვეძახი თვითზრუნვის რუტინა შევქმნათ და კალენდარში ვსვამ ხოლმე. იცი რა მეინტერესებს ვახტენ, თქვენ გაქვთ გამოცდილება პაციენტები ახსენეთ და ეს გამოცდილება იმდენად მრავალფეროვანია ამ კითხვაზე დარწმუნებული ვარ რომ გამწევთ აი ამ ადამიანების ცხოვრება საინტერესოა როგორ იცვლება მას შემდეგ რაც დაისწავლიან საკუთარ თავზე ზრუნვას აი ეს არის დიდი აღმოჩენა რომ აქ იცვლება ტვინის ნეიროქიმია ჩვენ განმეორებითობით და ეს და ექსპერიმენტებითაც ნაჩვენებია იცით ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და ცხოველებზე დაკვირვებას პრიმატებზე დაკვირვებას ადამიანებზეც დაკვირვებას აჩვენებს რომ ტვინში ახალი ნეირონული კავშირები ყალიბდება რაზეც საუბრობდა დეა შესაბამისად ის ქცევები რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო აი მე პირადად როცა დავიწყე ვარჯიში ვამბობდი რომ ნუ შეუძლებელია რანაირად შეიძლება რომ მე რეგულარულად ვივარჯიშო ეხლა კვირაში 3 ჯერ თუ ამას არ ვაკეთებ არის ძალიან ძიმედ განვიცი ამბავს. ამიტომ რასაც დავისწავლით, რასაც გავიმეორებთ, ჩვენ ვიცით, რომ ის ქცევები დაისწავლება. ამიტომ გამოწვევა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის იქ, როდესაც ეს არ ვიცი, იმიტომ რომ არ იყო დისციპლინა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ დისციპლინა ახო მნიშვნელოვანი დასწავლა მოითხოვს, დასაწყისში რთულია. აი ჩემი დისციპლინას რა ძალავს, ძალიან კარგად ვიცით, მეც არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ჩემ ცხოვრებაშიც ასეთი იყო მაგალითი და გამოცდილება, რომ დავისწავლე ეს ყველაფერი და ნამდვილად გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდა. პირველ რიგში ის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ეს არის ალბათ მთავარი ფუნდამენტი, რის გარშემოც უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ და პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის პატივისცემისთვის. გადავდგათ ნაბიჯი.